თუ ჩვენ შეიძლება ჩვენ გამოვათ აუცილებლად ხო ამდენი პროპაგანდა იყო ნეგატიური მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ ხო ამდენი გულანწყეს ხო მართლა ესე იგი სინონიმი იყო ყველაფერი უბედურების აი ბოლო დღეების რეიტინგები ბოლო კვირეების რეიტინგები არის ის რომ მოქალაქეთა კავშირი უკეთრად წავიდა შინაგან რომელიც ყველა ადამიანს საქართველოში ასე თუ ისე გვერდმოხრას არ ესე მოჭარბებულ და აი ამ შიდა მექანიზმებად კარგად დაგვანახა ხალხი არის განწყობილი იმისათვის რომ მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება მაგრამ აქ ჭირდება ჩვენ ალბათ მეტი ერთიანობა და მეტი შეკრვა ამ კუთხით და ბოლოს მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ამ კუთხით საპარლამენტო ხელმძღვანელობის და საპარლამენტო უმრავლესობის კუთხით პრობლემა არ იქნება ჩვენ შევთანხმდით რომ ერთად ვიმუშაოთ შესაბამისი იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს პრეზიდენტი შემოვიდეს საკანონმდებლო ინიციატივით ამ საკითხებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი იქნება როცა პრეზიდენტი გააკეთებს იმას რაც ასე ვთქვათ გააგრძელებს და გადამწყვეტ სიტყვის პრაქტიკულად არანაირი გახანგრძლივება ამ სასამართლო სისტემის არსებობის არ არის შესაძლებელი ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად არც ფორმალური ფორმით არც არაფორმალური ფორმით ეს ხალხი ვინც ვერ ჩააბარეს გამოცემას ვინც ვერ დაიწყოს კონკურსს ვინც ვერ ჩაჯდება ვეღარ სტანდარტებში ამ სისტემაში არ დარჩება ისევე როგორც არ მოხდება ესე იგი სხვადასხვა გავლენების შემოჭრა ამ სისტემაში და ამ სისტემის შემდგომი პოლიტიზაცია რის მოწმენი ჩვენ ახლა ყველანი ვართ მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ერთხელ მეორე ჩვენი ფინანსური ბლოკის სრული მობილიზაცია ამას სჭირდება პოლიტიკური ხარდაჭერის სრული მობილიზაცია და ამას ძალიან სჭირდება საზოგადოებრივი ხარდაჭერა რომლის მთავარი აზრის შემქმნელები ხედან ამ მაგიდაზე დღეს და ხედან ასე იგი არიან ჩვენი პარტიის წევრები აი ეს არის მინდა ვთხოვოთ რომ ამ ხელ სრული ურთიერთგაგება გქონდეს დიდი მადლობა